როგორ ამოვიცნოთ დეპრესია დასაწყისშივე და შევაჩეროთ მისი პროგრესი. დეპრესია თანამედროვე სამყაროში სერიოზული პრობლემაა და ყველაზე ხშირად მიყურადებულ დაავადებებთან რიცხვში. ხშირად დეპრესიული ადამიანები აღიქმებიან როგორც სუსტები, რადგან მათ არ ყოფნით შინაგანი ძალა, რომ გადალახონ რთული პერიოდები თავიანთ ცხოვრებაში. თუმცა არსებობს ობიექტური ნიშნები, რომლებსაც ორგანიზმი უბრალოდ ვერ მალავს და თუ ჩვენ ეს გვეცოდინება, მაშინ შევძლებთ, რომ დავინახოთ, რომელ ადამიანს სჭირდება ჩვენი დახმარება. პირველ რიგში არსებობს მთავარი ნიშნები, რომლებიც ყველა დეპრესიულ ადამიანს მეტნაკლებად თანს დევს. ეს არის ნეგატიური გულებაგანწყობა, ასევე ინტერესისა და სიხარულის შეგრძნების დაქვეითება, ენერგიობა და იმ საქმიანობის მიმართ ინტერესის დაკარგვა, რომელიც აქამდე სასიამოვნოდ აღიქმებოდა. ასევე არსებობს დამატებითი სიმპტომები, რომლებიც შეიძლება იყოს წარმოდგენილი ზოგიერთ ადამიანში, ზოგში კი არა. ეს სიმპტომებია კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, თვითშეფასების დაწევა, ძილიანობა, ან პირიქით უძილობის გაზრდა, მადის გაზრდა ან შემცირება. აქ ერთი რამაა გასააზრებელი. მსგავსი სიმპტომები მეტნაკლებად ყველა ადამიანს ჰქონია, თუმცა დეპრესიით დაავადებული ყველა ადამიანი არ არის. ამ შემთხვევაში როლს თამაშობს ხანგრძლივობა. თუ 2 კვირაზე მეტი ადამიანს აქვს მსგავსი სიმპტომები, მაშინ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ეს ადამიანი არის დეპრესიით დაავადებული და მას სჭირდება პროფესიონალის დახმარება.